მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ ვართ სტუდიაში გზა გასაყართან. დღეს შემოგთავაზებთ ერთ-ერთ გადაცემას ციკლიდან ბიბლიური გზაჯვარედინები. დღეს თემაზე სასაუბროთ კვლავ მოვიწვიეთ ბატონი გიორგი გვასალია. მოგესალმებით ბატონ გიორგი, მადლობა მობრძანებისათვის. ჩვენი წინა გადაცემები იყო ძალიან საინტერესო და თავისი ღრმა ანალიზით ძალიან ფართე. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ გავაკეთოთ ციკლი გადაცემებისა, რომელშიც ყველაზე უფრო თვალსაჩინო ბიბლიური პიროვნებების ცხოვრების შესახებ ვისაუბრებთ და იმ მომენტებზე გავამახვილებთ ყურადღებას, როდესაც მათ ჰქონდათ ასარჩევი, იდგნენ გზაჯვარედინზე და ასარჩევი ჰქონდათ როგორ მიმხვდარიყვნენ და როგორ შეესრულებინათ ღვთის განგებულება. ამას ვაკეთებთ იმისათვის, რომ დღევანდელ ცხოვრებაშიც ადამიანს ძალიან ხშირად აქვს ასარჩევი, როგორ უნდა განაგოს თავისი ცხოვრება, როგორ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება იმდაგვარად, რომ მისი ცხოვრება არ იყოს აცდენილი საღვთო განგებულებას და სწორედ აი მაგალითების განხილვის შუქზე ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ვნახავთ იმ ხელმოსაჭით ცოდნას, იმ ხელმოსაჭით მაგალითების კვალობაზე, რომელიც ჩვენ გამოგვადგება ცხოვრებაში. ჩვენ ბატონ გიორგი წინა გადაცემაში ვისაუბრეთ ადამის და ევას შესახებ, შემდგომ აბელის და კაენის შესახებ, მათი გზაჯვარედინები ცხოვრებაში, მათი არჩევანი და ალბათ გავაგრძელოთ ესე ქრონოლოგიურად, როგორც ბიბლია მოგვითხრობს და მივყვეთ სად ვლინდებოდა ღვთისნება ამ ადამიანების ცხოვრებაში, როგორ ახერხებდნენ გამოცნობას და მიყოლას ღვთის განგებულებისა და მიზანი რა იყო ამისი, მიზანდასახულობა ან შედეგი რა იყო ამისი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ძალიან საინტერესოა მამანდრია თვითონ კითხვა, რომელსაც ვსვავთ, რადგან ჩვენ ბიბლიური უწყება პრაქტიკულად მთელი ბიბლიური უწყება არის ამბავი კაცობრიობის ისტორიისა, რომელიც წარმოდგენილი არის სამოთხის მიღმა. შესაბამისად, სამოთხის მიღმა წამოსული კაცობრიობა იმავდროულად გულისხმობს ცოდვით დასნეულებულ კაცობრიობას. ღირებულებითა დეზორიენტირებულ კრებულის არსებობის დიდ ალბათობასა და შესაძლებლობას. ამიტომაც, როდესაც ბიბლია ჩვენ მთავარ დეტალზე გვესაუბრება, ეს არის ღვთისმსახურება და არჩევანი ღვთისმსახურების დროს შედეგები ამ არჩევანისა, რომლის შესახებაც ჩვენ წინაშე ხვედრაზე ვისაუბრეთ. ბიბლია საოცარ ახალ თემას გვთავაზობს. ეს არჩევანი, რომელიც ამ შემთხვევაში პიროვნული იყო, იმავდროულად შეიძლება გახდეს მოდგმისაც, შთამომავლობისაც. შეიძლება ამ არჩევანის წიაღში ცივილიზაციაც კი იქნას წარმოდგენილი. ამიტომ, როდესაც ჩვენ კაენის გზაჯვარედინზე ვისაუბრეთ, კაენის მიერ გაკეთებული არჩევანი გადადის შთამომავლობაზე. არა იმიტომ, რომ შთამომავლობა ირჩება კაენის ცოდვის გამო, არა, ამიტომ არა. არა იმიტომ, რომ შთამომავლობა განწირულია, იყოს ისეთი, როგორიც იყო კაენი, არამც და არამც. საუბარი არის ძალიან საინტერესო თემაზე. კაენის შემდგომ წმინდა წერილი გვეუბნება, რომ კაენს შეეძინება შვილი, რომელსაც დაარქვევს ენოქს. ახლა, კაენს მარტო ენოქი კი არ შეეძინა. კაენს შეეძინა მრავალი შვილი. მაგრამ იმ მრავალიდან მოსე წინასწარმეტყველი ერთ შვილს ასახელებს მარტო. რატო? იმიტომ რომ ამ სახელის სემანტიკის მიხედვით, ამ სახელის მნიშვნელობის მიხედვით უნდა გაგვაცნოს ეპოქა. რა ეპოქა მოვიდა კაენის შემდგომ თაობაში? აი, ენოქი რასაც ნიშნავს, სახელი ენოქი რასაც ნიშნავს. აი, ასეთი ეპოქა მოვიდა შემდგომ თაობაში. ანუ კაენს ბევრი შვილი ყავდა. მაგრამ იქიდან გვეუბნება, რომ არა, იმ ბევრი შვილი კი არ შეიძლება, არა, ენოქი, ანუ ენოქის ეპოქა მოვიდა. და ეპოქა ეს სიტყვა ენოქი რას ნიშნავს? ნიშნავს აღზრდილს. არა გაზრდილს, არამედ აღზრდილს. ჩვენ ხშირად პედაგოგიკაში ვასხვავებთ ამ ტერმინებს. ერთია გაზრდა, ბიოლოგიური პროცესი და მეორეა აღზრდა, უკვე პედაგოგიური პროცესი, ხო? ჩვენ ხშირად
ვცდილობთ ხოლმე რაღაცნაირად ამ ტერმინებს თითქოს გვერდია აუაროთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი რამეა, იმიტომ რომ ჩვენი მომავალი თაობა მარტო გასაზრდელი კი არ არის, აღსაზრდელია. მარტო ბიოლოგიურად კი არ უნდა შედგეს, როგორც მომავალი თაობა, არამედ მენტალურად უნდა ჩამოყალიბდეს როგორც საზოგადოება და მას გაზრდა არ ამას აღზრდა უნდა. და ეს ცალკე თემაა კიდე. აი ბიბლიაში სწორედ ამაზე გვესაუბრება წმინდა წერილის ამ წიგნის ავტორი, რომ კაინის შემდგომ მოდის არა მარტო მარტივად შემდეგი თაობა. განაგრძელდება რამე, არა გრძელდება მენტალური გაუკუღმართება. გრძელდება ისი აზროვნება, როგორც აზროვნებდა კაინი. მოდი გავიხსენოთ, როგორ აზროვნებდა კაინი. კაინი თელ გადაცემას ჩვენ ვერ გავიმეორებთ თავისთავად, არსებითი რა არის? არსებითი კაინის ღირებულებათა სისტემაში არის უღმერთო ბედნიერება, უღმერთო წარმატება. ჩვენ წინა გადაცემაში ვთქვით, რომ აბელს აინტერესებს ის, რაც დაიკარგა და კაინი ცდილობს იმიტაცია შექმნას, იმის და შეივსოს სხვა რაღაცით, არა ნამდვილი დაკარგული სამოთხით, არამედ მსგავსი რამ შექმნას. ამაშია საქმე. აი ამ მსგავსეში, სწორედ ამ მსგავსებაში, სწორედ შემოდის კაინის, ასე ვთქვათ, მართლაც მაღალი ერუდიცია. კაინი იცნობს, ფლობს ბუნების კანონებს. აი ახლა მასი გვეტყვის წმინდა წერილი, რომ კაინი არქიტექტორიც არის, ქალაქს აშენებს. საკმაოდ ელუდირებული პიროვნება, საკმაოდ. მაგრამ მენტალური თვალსაზრისით არის დეზორიენტირებული. ღირებულებითი, ჭეშმარიტი ღირებულებითი სისტემისაგან არის გაუცხოებული. მისი აზროვნებაში მთავარი ადგილი უჭირავს იმ ბედნიერებას, იმ სამოთხეს, იმ რელიგიას, სადაც ცენტრში დგას ქმნილება, ადამიანის რაციონალური შესაძლებლობები და არამსდარ ღმერთი. განა იმიტომ რომ კაინი ათეისტია, ბიბლია საერთოდ ათეისტს არ იცნობს. არა, კაინი რელიგიურია, კაინი მორწმუნეა, მაგრამ მისი რწმენა არ არის გამოცხადებით ჭეშმარიტებაზე დაფუძნებული, მისი რწმენა მის შეხედულებებზეა დაფუძნებული. აი, როდესაც გვეუბნება წმინდა წერილი, რომ კაინი შეეძინა ენოქი, გვეუბნება, რომ შემდეგი თაობა აღიზარდა აი ამ სულისკვეთებით. უღმერთო ცივილიზაციის შექმნის სულისკვეთებით. ადამიანური გონების გაღმერთების, სხვაგვარად რო ვთქვათ, გაკერპების სულისკვეთებით. რა სულისკვეთება ეს სულისკვეთება? წმინდა წერილი სანამ ენოქის შესახებ, ანუ ენოქის შობის შესახებ გვეუბნება, ერთი ტერმინით კიდე დაგვიხასიათებს კაინს, აი ძალიან კარგად დააქვს ეს წარმოდგენილი ბატონ ზურავ კიკრანძეს, რომელიც სამწუხაროდ გარდაიცვალა, მე მინდა ამ გადაცემიდან უღმესი პატივი მივაგო მის ხსოვნას და ჩემთვის მისი ნაშრომები ძალიან მნიშვნელოვანია და მე მქონდა პატივი და რამდენჯერმე მასთან საუბრისა და საოცარი ადამიანი იყო, მართლა ქეთს ვეხრი მის ხსოვნის წინაშე. ძალიან საინტერესოა, რომ ბიბლიის ყველა მკვლევარი აი ამ ადგილს აქცევს ყურადღებას, რომ კაინი გადაიხვეწება, მარტო კი არ გადაიხვეწება, არა ნოდის ქვეყანაში გადაიხვეწება. ნოდი ანუ თრთოლვის, ძრწოლვის ქვეყანაში გადაიხვეწება. რისგან თრთოლვის, რისგან ძრწოლვის? თითქოს და ბუნების კანონის, ასე ვთქვათ, მომხელთებელი, თითქოს ასეთი ერუდირებული კაინი, რომელიც ქალაქის შენებას იწყებს. ღმერთი მას ეუბნება, რომ მე შენ 7 ჯერ უფრო დაიჯება ის, ვინ შენ სამაგიეროს გადაგიხდის და კაინისათვის ის უნდა იყოს ბევრი რამე. არა, კაინისათვის ღმერთი რასაც ეუბნება, ის კი არა ბევრი რამის მომცემი, არა, თვითონ რასაც გააკეთებს ეს არის. ამის იმედად და ღმერთის გამოცხადების იმედად არ არის. თავისი გაკეთებულის იმედად არის გამოცხადებული და აი ამ იმედს წმინდა წერილი არქმევს ნოც თრთოლვას, ძრწოლვას. დამედ გვეუბნება წმინდა წერილი, რომ გადახვეწა გამოცხადებითი ჭეშმარიტებიდან გაქცევა და რაღაცა შენი სიმართლე, შენი ჭეშმარიტების ქცევა თრთოლვის და ძრწოლვის გარემოში გაცხოვრებს მაინც. თავარი რამე გაკლდება. აი კაინის გზაჯვარედინი, რომელიც საკურთხეველთან ჩვენ გავეცანით, აი ეს არამართებული მიმართულებით წასვლა, საიდანაც ის წავიდა, ეს გზა მიდის ნოდის ქვეყნისაკენ, მიდის თრთოლვისაკენ, ძრწოლვისაკენ, მიუხედავად იმისა, კაინი ქალაქს აშენებს. კაინი ეს ტერმინი ქალაქი ძველებრაულ ტექსტში გადმოცემულია იმ ტერმინით, რომელიც ნიშნავს არა რაღაცა მარტო ქალაქს, არამედ გამაგრებულ ციხესიმაგრეს, თავისი კოშკით, თავისი თავდაცვითი ნაგებობებით. ანუ რაღაცას თავისივე ხელით რაღაცას შემოისაზღვროს. აქ უფრო იმედიანად გრძნობს ის თავს. არა, აი აქ მას სწორედ ძრწოლვა და თრთოლვა. აქ მას შიში, რაღაც ფსიქოლოგიური ბარიერი, რომელსაც ვერ ძლევს ვერანაირად. ვერ გაექცევა, ვერ ემალება მთავარ რამეს, ის კაცის ყველია.
ამისაგან ვერ იცავს თავს. ეს ჯებირები, ეს სქელი კედლები არაფერს არ უშვება მის სინდის. იმ დროს, ოდესაც კაინისაგან ერთი მიმართვა ღმერთისადმი, რომ ეს რა ჩავიდინე, უკვე სულიერი კედლების აშენების წინაპირობა არა. სხვარი მისთვის ღირებული. ღმერთი რასაც ეუბნება კი არა. არა თვითონ რასაც გამოგონებს. გამოგონებლობაში არ არის პრობლემა. ეს უმნიშვნელოვანესია, ჩვენ ცოტა მოგვიანებით ვიტყვით, რომ ცივილიზებული საზოგადოება, ტექნოლოგიური წინსვლა და ასე შემდგომ ეს აბსოლუტურად დასაფასებელია და ძალიან მაგრამ კაინი ლოცულობს ალბათ. მას როგორც იმ სვერფშეწირვის დროს ალბათ აქვს სამსვერპლოც, ლოცულობს კიდევაც, თუმცა აცდენილი არის. და საქმეც ეს არის, კაინს ხედვა მისი არ არის იმისი ხედვა, მისი რელიგია არის ადამიანური. რაც დაიკარგა. საქმეც მთელი პრობლემა არის, რომ მისი რელიგია არ არის გამოცხადებით ჭეშმარიტებაზე ორიენტირებული. მისი რელიგია ორიენტირებული ადამიანურ შეხედულებებზე. ის ღმერთს კი არ უარყოფს. ჩვენ ვერ ვნახავთ კიდევ ერთხელ ვამბობ. ბიბლიაში ათეიზმს ვერ ვნახავთ, რომ აი თქვენ სიტყვას ვთქვით ღმერთი არ არსებობს. არა, აქ თვითონ ტერმინი ურწმუნოებაც ღვთის უარყოფას კი ანიშნავს. ნიშნავს რწმენის ადამიანურ ყაიდაზე მოყვანას. ნიშნავს რელიგიური მოსაზრებების ადამიანური შეხედულებების კალაპოტში ჩაჯვენას. და არა, სიტყვაზე ვთქვათ, გაცხადებული ათეიზმის გადაგებას. კაინის რელიგია ეს არ არის რელიგია, რომელიც ამბობს ღმერთი არ როგორ არა, ღმერთი როგორ მაგ თავის საკურთხეველი აქვს, მას თავის საკულტო სამსახურებელი სისტემა აქვს შემოყალიბებული. როგორ არა, ჩვეულებრივი რელიგიური ცივილიზაცია, მაგრამ რა რელიგია, ანუ აზროვნების რა ფორმა რა არის აქ, ასე ვთქვათ, მთავარი რა არის აქ ნიშანდობი. ვისთვის იწირება მსხვერპლი? საერთოდ რა, ხო, ვისთვის იწირება? აი კაინის ცივილიზაციას, ანუ ამ გზაჯვარედის თუ გავყვებით, საიდანაც გადაუხვია კაინმა, ჩვენ შემდეგ თაობაში ხედავთ კიდევ უფრო აძრწოლებულ, კიდევ უფრო ათრთოლებულ კაინის სულისკვეთებით აღზრდილ თაობას. კიდევ უფრო დაკარგეს, კიდევ უფრო დაშორდნენ. ანუ კიდევ უფრო შორს, ანუ არ გვაქვს და კაინს ხო შეიძლება ესე ვთქვათ, კაინს ჯერ კიდევ აქვს რაღაცა მეხსიერება ცნობიერების პერიფერიაზე მაინც, რომლის გადაცემის უნარიც უფრო და უფრო კლებულობს თაობიდან თაობას. თავისთავად ცხადია, მამა ანდრია, რასაც თქვენ ამბობთ, ამას მეორენაირად ერთი ტერმინით არ, მაგრამ ბიბლია, ესე ვთქვათ, მოდი ასე ვთქვათ, ცოდვასთან შემგოებლობას გულისხმობს. ახლა ერთ ტერმინით ამას არ ამბობს, მაგრამ თხრობის შინაარსი ამას გვთავაზობს. ჩვენ ახლა უბრალოდ სიტყვა არ მინდა გაგვექცეს შორს და ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, ჩვენ დროთა განმავლობაში შევეხებით ამ მაგალითებს, მაგრამ ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის რაც თითქოს და ძლიერ არაეთიკური უნდა ყოფილიყო იმდროინდელი საზოგადოებისათვის, კაინის ცივილიზაციაში ძალიან ბუნებრივი და ძალიან მისაღები, ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, მოვლენა იქნება. ამიტომ, როდესაც აღზრდილ ენოქზე გვესაუბრება, ქალაქ სახელდებულზე ენოქზე გვესაუბრება წმინდა წერილი, ან გზაჯვარედინის ამ უკუღმართ გზაზე წასული კაინის აზროვნების გაგრძელებაზე გვესაუბრება. ეს არის ის, რაც მტრობის კიდევ ხელახალ ესკალაციად წარმოდგება დედაკაცის თესლსა და გველის თესლს შორის, რომელიც ჯერ კიდევ 64-ში იქნა გაჟღერებული. შესაბამისად, ეს ცივილიზაცია ყველაფერს ვერ შევეხები ჩვენ, მაგრამ საინტერესო გახლავთ კიდევ ერთი ეპოქის დახასიათება წმინდა წერილისგან, რომელიც ამავე ცივილიზაციას მიეკუთვნება, ამ გაუკუღმართებული აზროვნების მქონე ცივილიზაციას მიემართება. ამ კაცის სახელია ყირადი, ანუ თვითონ სიტყვა გვეუბნება დაყირავება, ამოტრიალება, ანუ ეპოქა მოდის, სადაც ხდება აი მღირებულებების სრული შებრუნება, სრული შეცვლა, ხდება ცივილიზაციის. ეს მე რამდენი თაობა არის, უკვე ეს კაინისგან უკვე მეორე თაობა არის, და შესაბამისად ეს არის ენოქის მერე. ხო, ეს არის ენოქის მერე წამოსული, ანუ ამ სულისკვეთებით ხდება ამ ცივილიზაციის განვითარება, ის შესახებაც წმინდა წერილი გვეუბნება ის დაყირავდა. ის ასე ვთქვათ, ქვემოთ მიდის. მოკლედ იქ არის კიდევ ჩამოთვლილი, ახლა ყველა დეტალს ნუ შევეხებით, მაგრამ მთავარი არის აი ამ ცივილიზაციის ბოლო, რომელსაც ბიბლია ახსენებს, ჩამონათვალში გენეალოგიის თვალსაზრისით. ეს მართლა ბოლო კი არ არის, ეს გრძელდება, მაგრამ ბიბლია მე აღარ აგრძელებს მის შესახებ საუბარს, აღარ გვიხასიათებს მას, აღარ ჭირდება, თუ რაღაცა მთავარს გვეუბნება.
ძალიან მნიშვნელოვანს გვეუბნება. რა არის ეს თავარი? აი ამ ჩამონათვალის მიწურულში ეპოქის დასახასიათებლად ყავს პიროვნება, რომელსაც ქვია ლამექი, ანუ სისუსტე. და წმინდა წერილი გვეუბნება, რომ ეს ცივილიზაცია კაინის სულით აღზრდილი, დაყირავებული ცივილიზაცია მივიდა სისუსტემდე. მოდით ნახოთ ერთი ეს სისუსტე რა სისუსტეა ბიბლიაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რომელსაც თქმაც კარგად უნდა და გაგებაც კარგად უნდა. ამიტომ შევეცდები გასაგებად ვისაუბროთ და ძალიან მინდა რომ სვენელებმა კარგად მოусმინონ. და დასკვნის გარეშე ჩემს მიერ წარმოდგენილი მშელობის დასკვნის გარეშე არ იჩქარონ დასკვნის გაკეთება. აი ამ სისუსტის შედეგი, ამ სისუსტის დამახასიათებელი ნიშნები წმინდა წერილში არის 4 შვილი სისუსტისა, ანუ ლამექისა. ეს არის იაბალი, ეს არის იუბალი, ეს არის თუბალკაენი და ეს არის ნოომა. ანაამა. როგორც პატრონაზონამ თარგმნა ეს. იაბალზე რა თქმა უნდა, ის არის მეკარბეთა და მეჯოგეთა მამა, ანუ გამომგონებელი. როგორ შეიძლება იაბალი იყოს მეჯოგეობის და მეკარბეობის გამომგონებელი, როდესაც მეკარბე და მეჯოგე უკვე აბელია. არაფერს არ გამოუგონია მას. აბსოლუტურად არაფერი არ გამოუგონია მას. მაგრამ ბიბლია გვეუბნება, არასდროს აბან გამოიგონა. აბა აბელი რა იყო? არა. აბელის საქმიანობაზე სხვა აქცენტია გაკეთებული. აი ამ სისუსტის ძემ შთამომავალმა მესაქონლეობა, მეცხოველეობას მისცა ფინანსური სარგებლის ხასიათი. ანუ ეს არის ცივილიზაცია, რომელიც ეკონომიური და ფინანსური, ასე ვთქვათ, აი ამ სისტემაზე დგას და ეს სფერო განვითარებულია. იუბალი, მეჩანგეთა და მესტვირეთა მამა. აქედან სიტყვა იუბილე. ანუ ეს კაინის სულით აღზრდილი, დაყირავებული და დასუსტებული ცივილიზაცია არა მარტო ფინანსურად არის ძლიერი წარმოდგენილი, არამედ მას თავისი კულტურული ნიში აქვს რაღაცას თავაზობს კაცობრიობას, რაღაცა შემოქმედებით არის დაკავებული. მესამეს ეწოდება თუბალკაენი, რვალისა და რკინის იარაღის გამომგონებელი, როგორც სამხედრო, ასევე სამუშაო, ასე ფიქრობენ. სხვაგვარად რო ვთქვათ, აი ეს კაინის სულით აღზრდილი, დაყირავებული, დასუსტებული ცივილიზაცია არა მარტო ფინანსურად არის წარმოდგენილი ძლიერად, არა მარტო სურვილი აქვს კულტურული დომინირებისა, არამედ ამ ცივილიზაციაში არის ტექნოლოგიური წინსვლა. ტექნოლოგიურად დაწინაურებულია. და ბოლოს ქალი ნოომა რაც სიამეს ნიშნავს ერთ-ერთი გააზრებით ამ სიტყვისა და ფიქრობენ რომ სწორედ ის უნდა იყოს გამომგონებელი, რადგან გამომგონებელთა რიგში წერია და წმინდა წერილი გენეალოგიაში ქალს შემთხვევით არ იხსენიებს, ის უნდა იყოს სწორედ დამფუძნებელი და გამომგონებელი საროსკიპო სახლებისა. სხვაგვარად რო ვთქვათ, ამ ცივილიზაციაში, რომელიც კაინის სულით არის აღზრდილი, ანუ კაინის აზროვნებს არის დაყირავებული მენტალურად ღირებულებით და არის სრულიად დასუსტებული, აი ამ ცივილიზაციაზე წმინდა წერილი ამბობს, რომ ის არის ფინანსურად ძლიერი, ის არის ტექნოლოგიურად დაწინაურებული, სამხედრო თვალსაზრისით ძლიერია, კულტურული დომინირების პრეტენზია აქვს და აქ ადამიანის ვნებებს საკმაოდ დიდი გასავალი აქვს, საკმაოდ დიდ ასპარეზს თავაზობენ. ალბათ ძალიან ბუნებრივია, რომ სწორედ ლამექი გახლავთ პირველი მამაკაცი, რომელსაც 2 ცოლი ყავს და მისთვის ქალი არის ვნებისა და გამრავლების რეალიზების საშუალება და არამც იმ ურთიერთობისა, რა ურთიერთობისთვისაც ქალი და მამაკაცი ერთმანეთთან იქნა გაჩენილი. აი ეს არის სისუსტე ბიბლიაში, ამ ცივილიზაციაში. ახლა ნახეთ რა არის კარგად გასაგები. არავითარ შემთხვევაში არ ვსაუბრობ არც მე და არც ბიბლია. და მე ბიბლიიდან გამომდინარე, რომ ეკონომიური წარმატება სისუსტეს ნიშნავს. ეს ასე არ არის თამთვილად. აუცილებელია ცივილიზაციისათვის ეკონომიურად და ფინანსურად ძლიერი იყოს. არავითარ შემთხვევაში არ ვსაუბრობ იმაზე, რომ ცივილიზაცია კულტურულად დომინირებადი, იმის საქმე ერთეულის პრეტენზია არ უნდა ქონდეს. უნდა ქონდეს აუცილებლად ცივილიზაციას თავის კულტურა უნდა გააჩნდეს. არანაირად არ ვამბობ, არც მე და არც ბიბლია, რომ სამხედრო თუ ტექნოლოგიური წინსვლა და ძლიერება ცივილიზაციასთან უნდა ახასიათებდეს თავისთავად ხათია, მაგრამ რატომღაც ყველაფერ ამას ბიბლია უწოდებს სისუსტეს. ჩვენ ცოტა მოგვიანებით ვიტყვით, ალბათ შემდეგ გადაცემაში იქნება ეს, რომ წარღვნას
გადაურჩება ერთი ოჯახი, რომლის წინამძღვარიც კიდობანს ააშენებს და კიდობნის შენებას საკმაოდ ბევრი და საკმაოდ დიდი სამეცნიერო გამოცდილების გათვალისწინება ჭირდებოდა. თუ ნოე ამ ცივილიზაციის მიღწევას არ ითვალისწინებს, ის უბრალოდ კიდობანს ვერ ააგებს. ვერ ააგებს კიდობას, კი. ის ანუ ეს რა არჩევანი ქონდა? ცუდი კი არა, ამ დეტალს და ეს ცუდი კი არა, ეს არის ძალიან კარგი. ცივილიზაციას უნდა ქონდეს, ცივილიზაცია უნდა ისწრაფოდეს, სწორედ აი ეს ელემენტები მას ქონდეს, მაგრამ სისუსტე როდის ხდება ის? სისუსტე ხდება მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი არის ღმერთის ადგილას ჩანაცვლებული, ანუ თაყვანისცემის, იმედის, მთელი სივრცე აი ამ ცივილიზაციურ მიღწევას. კაინს ყავს ძმა, სეითი. კი. რომლის შთამომავლობაც და რომლის მსოფლმხედველობაც, რომლის აღთქმაც ღვთისა განსხვავებული არის და მისი შთამომავლობაც მრავლდება. ეს პარალელურად კაინის ცივილიზაციისა, ესე თუ შეგვიძლია დავარქვათ, არის მეორე ცივილიზაციაც. კი. ეს კაინმა, ეხლა ჩვენ რაც ვილაპარაკეთ, გზაჯვარედინზე არჩეული გზის გაგრძელების მას მიაღწია, შედეგებს მიაღწია მისმა ცივილიზაციამ. ქონდა თუ არა რაიმე არჩევანი, მას კიდევ შეეცვალა რამე და პარალელურად რო სეითის ცივილიზაციაც არსებობს, იქ ყველაზე უფრო ნიშანდობლივი განმასხვავებელი თვისებები რა აქვს. ძალიან კარგი შეკითხვაა, მამანდრი, და სწორედ აქეთ მინდა წამოვიდე მე, რომ კაინის ცივილიზაციაში ცვლილების აიმე ნიშანწყალი არსებობს თუ არა, ან შეიძლებოდა ყოფილიყო თუ არა, ეს კარგად ჩანს მაშინ, როდესაც ბიბლია წყვეტს ამას ესაუბარს. ანუ არანაირი პროგრესი, მხოლოდ რეგრესი. რატომ? იმიტომ ამ ცივილიზაციაში ის კერპი, რომელიც აღბართა კაინმა და რომელსაც ადამიანის რაციონალური შესაძლებლობები ჰქვია, სიცუდეთ კი არა, სიკარგედ არის ეს მიღებული და მათი შეხედულებით ის თუ კარგია, რატო უნდა შეცვალო? ხო, შეგინთ არანაირი მოთხოვნილება ცვლილებისა არ არის. ანუ გზაჯვარედინი იქ მეტი არ ჩანს. არ ჩანს. გადაუხვიეს, წავიდნენ და მე ესე მივდივართ ნოეს ეპოქამდე. ხო, მაგრამ ნოეს ეპოქას კიდევ ერთი წინა პირობა აქვს, რაც უკვე ბრძანეთ, რომ სამყარო მხოლოდ კაინის ცივილიზაციით არ არის წარმოდგენილი. დიახ, მე უბრალოდ ვიგულისხმე კაინის ცივილიზაციაში სხვა რამ არაფერი არ შეცვლილა, მივდივართ ამ მიმართულებით ნოემდე. და პარალელურად გვაქვს ჩვენ სეითის მოდგმა, სეითის მსოფლმხედველობა და მისი ცივილიზაცია. აი რა ხდება. ხო, აი აქ სეითიც დგება გზაჯვარედინს. სეითსაც აქვს თავისი გზაჯვარედინი და ამ გზაჯვარედინზე მისი არჩევანი ბიბლიის უწყებით არის ძალიან ცხადი. აბელის წილ შეეწინა ის ათამს და ევას. ანუ ეს არის ის, ვინც აგრძელებს იმ გზას, რაგზაც გააგრძელა აბელი, რაგზაც წარმოადგინა აბელი. ანუ გზაჯვარედინზე სწორედ იმ მიმართულებით მიდის, ამ მიმართულებითაც წავიდა აბელი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რატო ამას ჩვენ ცოტა მოგვიანებით ვიტყვით? უბრალოდ აქ რა ძალიან ხშირად გიორგი არის ხოლმე ჩვენს ცნობიერებაში ისეთი შეხედულება, თითქოს ადამიანი დაბადებიდანვე არის მიდრეკილი ან სიკეთისკენ, ან ვოროტებისკენ. ამ შემთხვევაში სეითი შეეძინათ აბელის წილ, იმ თავითვე განსაზღვრული ხო არ არის, რომ აბელის გამგრძელებელი იქნება. პიროვნული არჩევანი არის, მაინც და გზაჯვარედინზე ყველა ადამიანი დგას და ირჩევს. თავისთავად გამოიცნოს ის ხმა, რომლითაც ღმერთი ელაპარაკება მას. აი, სეითის შემთხვევაში ხედავთ ამ არჩევანს თუ ბიბლია უბრალოდ გვეუბნება, რომ გამგრძელებელი არის იმ გზისა. აი ეს უთხრათ მაყურებელს. თავისთავად ხადი ამას ბიბლია პირდაპირ გვაუწყებს, თუმცა ჩვენ ერთ რამეს უნდა დაუკვირდეთ, რომ ბიბლია არ საუბრობს ყველაფერზე, ბიბლია საუბრობს მთავარზე. ბიბლიური თხრობა არ არის თხრობა ყველაფრის შესახებ, ბიბლიური თხრობა არის თხრობა მთავარი რამის შესახებ. ამიტომ ჩვენ როდესაც სეითებს საუბრობთ, სეითთან ერთად ჩვენ ბიბლიაში გვიწერია, რომ ადამიანსა და ევას სხვა ძეები და ასულებით შეეძინა. მაგრამ იმ სხვა ძეებიდან და ასულებიდან არც ერთზე არ წერია, რომ აბელის წილ შეეძინა, მარტო სეითზე წერია ეს. სწორედ ეს არის სეითის გზაჯვარედინი. რატო არ არის სხვაზე თხრობა? რატომ არ აქვს სხვას იგივე გზაჯვარედინზე
იგივე არჩევანი მთელი სიცხადით არა სეითმა გააკეთა დამოუკიდებლად, ანუ დამოუკიდებლად შესაძლოა თავისუფალი ნების რეალიზებით გააკეთა ეს. ეს სეითის გზაჯვარედინია, სეითის არჩევანია. რა არჩევანი? ემსახუროს იმ გამოცხადებით ჭეშმარიტებას, ჭურეტდეს იმ აღქმას, რაც ღმერთმა მის მშობლებს მისცა ჯერ კიდევ 60 წელს გვირდებოდეს იმ სისხლს, რომელიც სისხლის დაღვრაც იქნება წინაპირობა გველისათვის თავის გაჭეჭვისა. ეს სეითის არჩევანი, ამიტომაც სეითის ცივილიზაცია, სეითის მოდგმაც მსგავსად კაინის ცივილიზაციისა, ამ სულისკვეთებით არის გამსჭვალული და ამ ღვთისმსახურებით არის წარმოდგენილი. აქ საინტერესო რა არის, ისიც რომ როდესაც სეითმა უნდა გააკეთოს გზაჯვარედინზე მდგარმა ეს არჩევანი, მას შეუძლია ეს არჩევანი არ გააკეთოს. ისევე როგორც ჩვენ არ ვიცით სხვა ძეებმა და ასულებმა ადამიანსა და ევასი რა გააკეთეს, არც ასახელებს მათ სახელებს მინდა წერილი. ყველა სახელით არის იქ აღჭურვილი, მაგრამ არა მხოლოდ ერთზე გვეუბნება რომ აბელის წილეს შეეძინა, რომ აბელისნაირი ეს არის სწორედ. შესაბამისად სეითის არჩევანი არის არა მარტივად რელიგიური, არამედ სეითის არჩევანი ეს არის ორიენტირებული იმ სისხლზე, რომელიც გაცხადა 60-ში წინასწარმეტყველურად და იმ სისხლზე, რომელიც რეალიზებაც აბელის ცხოვრებაში მოხდა. ისიც მზად არის საკურთხეველთან შეეწიროს იმ ჭეშმარიტებას, რომელ ჭეშმარიტებასაც შეეწირა აბელის საკურთხეველთან მდგარი აბელი. ამიტომაც ჩვენ თხრობაში, როდესაც აი კაინის ცივილიზაციის შესახებ თხრობა წყდება და უცებ წმინდა წერილი უბრუნდება ადამსა და ევას და აბელის წილს შეძენა სეითს, კიდევ ერთ საინტერესო უწყებას გვაძლევს. მე მინდა ეს განსაკუთრებულად კარგად იყოს გაგონილი ჩვენი მსმენელების მიერ და რა უწყება ეს უწყება. კიდევ ერთხელ მომბობ. ცივილიზაციის მიღწევები უცხო არ არის სეითის მოდგმისათვის, თუმცა ჩვენ სეითის მოდგმაში არც ერთზე არ გვეტყვის მინდა წერილი, რომ რომელიმე რამის გამომგონებელია. ეს თავისთავად ცხადია, იმას არნიშნავს, რომ ეს ცივილიზაცია ჩაკეტილია, ჩამორჩენილია და რეტროგრადული შეხედულებებით არის წარმოდგენილი. არა, ისინი ცივილიზაციის მიღწევებს ითვალისწინებენ, სხვანაირად ნოე კიდობას ვერ ააგებს. მათ აქაც არის ფინანსური, ეკონომიური, ტექნოლოგიური ძვრები, თავისთავად ცხადია აქ, მაგრამ დომინირებადი არის ხსოვნა აბელმართლის სისხლისა, დომინირებადი არის მსახურება ჭეშმარიტებისადმი. ეს იკავებს ადგილს. მათ ცხოვრებაში მთავარ ადგილს იკავებს ღმერთი და შემდეგ არის ყველაფერი დანარჩენი ის, რაც კაინის მოდგმაში იკავებს პირველ ადგილს. და ჩვენ ესე იგი ვამბობთ ამ ასეთ რაღაცას, რომ კაინის ცივილიზაციაშიც არის ღმერთი და არის მიღწევები ტექნიკური თუ კულტურული მემართულებით, სეითის შემთხვევაშიც არის ეს, იერარქიულად არის სხვადასხვა განლაგება მათი პრიორიტეტებისა. და ამით განსხვავდებიან. ანუ როდესაც ღმერთი ცნობიერებაში თავის ადგილს კარგავს, მაშინ ყველაფერი ირევა. აბსოლუტურად გეთანხმებით. ძალიან მნიშვნელოვანი ერთი დეტალი. კიდევ ერთი დეტალი. ბიბლია საოცარ რამეს გვეუბნება, სხვათა შორის ასეთ რამეს მთელი სისავსით, მთელი სიცხადით გაიმეორებს და გვეტყვის ჩვენი მაცხოვარი. სეითის ცივილიზაციის წამოსვლა კაინის ცივილიზაციის პარალელურად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამის მაუწყებელი. ბიბლია გვეუბნება, კაცობრიობა არ იქნება არასდროს ისეთი, როდესაც ჭეშმარიტი ღვთისმსახურება არ იარსებებს. ჩვენ შეგვიძლია გადავხედოთ ბიბლიას დაწყებული პირველი ფრაზიდანიცაც გვესალმება ის დასაბამად ვთქვათ, საიდან ქვეყანაა და ბოლო წინადადებით, ბოლო ფრაზით აპოკალიფსური უწყებით, საწინასწარმეტყველო წიგნით, მთელი ეს სივრცე გულისხმობს იმას, რომ არასდროს არ იქნება კაცობრიობა ისე, რომ თუნდაც ერთი წიაღი არ იყოს ჭეშმარიტი ღვთისმსახურებით წარმოდგენილი. შეიძლება ეს წიაღი იყოს დამცრობილი, დევნილი, მიუსაფარი, მძიმე მდგომარეობაში, მაგრამ ვერავითარ შემთხვევაში და ვერასდროს მომსპარი და გამქრალი. ვერასდროს. იმ დროსაც კი, როდესაც აბელი აღარ არის, იმ დროსაც კი, როდესაც კაინის თავხედური მიმართვა ღვთისადმი, სრული პრეტენზიით, სრული, ასე ვთქვათ, შემართებით არის წარმოდგენილი. ეს არ არის მარტო ფეხის წაბოკრა, გზაჯვარედინზე, მთელი ცივილიზაცია მოდის უკვე ასეთი შეგნებული აქტია ეს. მაშინაც კი, როდესაც ბიბლიამ მკვლელობა გვაუწყა და ამ მკვლელის თავის გამგზენებლის მთელი
მთელი ძლიერი მოდგმა გვაუწყა. ამ დროსაც კი მას სისუსტე დაარქვა, ვინაიდან ძლიერება სხვა რამეშია მოაზრებული, რაში არასდროს არ იქნება კაცობრიობის ისტორიაში, არც ერთი წამი არ იქნება. როდესაც ერთი წიაღი მაინც არ ეყოლება ქვეყნიერებას, სადაც ჭეშმარიტი ღვთისმსახურება არ ესრულება. მოდი დავუკვირდეთ ერთ ძალიან საინტერესო რამეს. ჩვენ თუ გახსოვთ თავის დროზე ვსაუბრობდით ამის შესახებ, უბრალოდ მინდა გავიმეორო ეს, რომ ადამიანი მე-6 დღეს ბოლოს იქნება და მე-7 დღეში გაინსვენა ღმერთმა, წმინდა ყო აკურთხა ეს დღე. დანარჩენი დღეები არ არის კურთხეული, როგორ არ არის, დანარჩენი დღეები არ არის წმინდა, როგორ არ არის, მაგრამ არც ერთ დღეზე არ გვაქვს რომ ის დათქვამები წმინდა, არც ერთ დღეზე არ გვაქვს დათქვამების კურთხეული, არა, მე-7 დღეზე გვაქვს. დათქვამი რატო? რომ მე-7 დღე არის ღვთისმსახურების დღე. მაგრამ დავუკვირდეთ, რა დანარჩენი დღეები არ არის ღვთისმსახურების დღე, გინდა თუ ჭამდეთ, გინდა თუ სუმიდეთ, გინდა თუ რასაც გინდა იქმოდეთ, პავლე მოციქული უწყება ყოველივე სადიდებელად ღვთისაკეთ. ყოველი ქმედება ღვთისადიდებლად აღესრულება. ყველა დღე ღვთისმსახურებისთვის არის, მაგრამ მე-7 დღე არის კიდევ რაღაცით გაშინაარსებული, სიწმინდით, კურთხევით რა არის ეს? ეს არის ლიტურგიკული ღვთისმსახურების დღე. ეს არის აი ყველაზე უზემოესი ღვთისმსახურების დღე და სინამდვილეში ეს მე-7 დღე კი არა, სინამდვილეში ეს პირველი დღეა. ამ დღით განისაზღვრება მთელი 6 დღე. ამ დღეს ამ ლიტურგიკულ ღვთისმსახურებაში როგორიც არის ადამიანი ისეთია იმ 6 დღის განმავლობაში, როგორიცა ვარ მე წმინდა ბარძიმის წინ. აი ეგეთი ვარ მე ოჯახშიც, მეგობართან, თანამემამულესთან და ასე შემდგომ და მეზობელთან და ასე შემდგომ. როგორი ფარისეველიცა ვარ თუ როგორი გულწრფელიცა ვარ, ისეთი ვარ დანარჩენი 6 დღის განმავლობაში. 6 დღე კი არ განსაზღვრავს მე-7-ს, არა პირიქით, ეს განსაზღვრავს დანარჩენს, ამიტომ ეს სინამდვილეში მე-7 კი არა, თავისი შინაარსით პირველია. აქედან იწყება და მით იზომება ყველაფერი. ამიტომ, როდესაც ჩვენ კაინის ცივილიზაციაზე და სეითის ცივილიზაციაზე გვაქვს საუბარი, მარტო იმაზე კი არ ვსაუბრობთ. რომ ის ასეთი იყო და ასეთი გახდა, რომ აქ სეითი აბელის წილს შეეძინა და ჭეშმარიტი გამოცხადების შესახებ ხსოვნაა შენახული, არა, ყველაზე მთავარი რამეა შენახული. ყველაზე მთავარი რამის გარეშე არასდროს არ დარჩება კაცობრიობა. ყველაზე მთავარი რამე ყოველთვის იარსებებს კაცობრიობაში. რა არის? ამ კლდეზე დავაშენებ ეკლესიას და ამ ეკლესიას მჭერნი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან. ჭეშმარიტი ღვთისმსახურება, ლიტურგიკული ღვთისმსახურება არასდროს არ მოიშლება კაცობრიობის ისტორიაში. ჩვენ როდესაც ხედავთ, აი რაღაცნაირად რა არის მე-7 დღე? მე-7 დღე არის გაშინაარსება 6 დღისა. რაღაცნაირად ვამბობ და ეს ასეც არის, რომ მთელი სამყარო იქნება ადამიანისათვის. ეს ასეც არის. ადამიანისთვის ხდება ეს ყველაფერი. მაგრამ რომელი ადამიანისათვის? არა უშინაარსო ადამიანისათვის. არამედ ბოლომდე გაშინაარსებული ადამიანისათვის. ბოლომდე გააზრებული ადამიანისათვის, რომელიც კი არ იტანჯება, რომელიც ბედნიერია და მისი ბედნიერების საზომი ამ მე-7 დღეშია სწორედ მოცემული. სწორედ ამ მე-7 დღის პრობლემაა, როდესაც ადამი ეცემა თავის ცოლთან ერთად. ამ მე-7 დღის გააზრების კვლავ, ასე ვთქვათ, უკან მობრუნების ცდელობა აბელისაგან, სეითისაგან და სისრულეში მოვარდოთ ჩვენი მაცხოვარი. ეს არის მტრობა. ძალიან საინტერესო ბმა არის. ანუ ჩვენ ხედავთ ეკლესიის წინასახებს. აი რაც თქვენ ჩამოთვალეთ ის რომ არ შეწყვეტილა ნამდვილი ღვთისმსახურება, საბოლოო ჯამში ეს განხორციელებული უკვე ეკლესიაში არის, როდესაც მაცხოვარი განკაცდა და მან დაგვიდგინა ეკლესია. აი ამ ეკლესიაში ღვთისმსახურების წინასახეები არის. ახალი აღთქმის ეკლესია, მე ამას ხაზგასმით ვამბობ. მე მინდა ჩვენმასვენებმა კარგად გაიაზროს, მე მას ყველგან ვამბობ. სულთმოფენობის დღეს ეკლესია კი არ დაარსდა, არა ახალი აღთქმის ეკლესია დაარსდა, ქრისტეს ეკლესია დაარსდა, თორე თავისი შინაარსით. ეკლესია სამყაროს ხნოვანების არის, ის იწყება 64-დან და ეკლესია მიეგებება მაცხოვარს დიდებით მოსულს. ეკლესია არ არის რაღაცა აქამდე არ იყო და ამის ბერი ეკლესია, არა, ეკლესია თავისი ხნოვანებით, სამყაროს ხნოვანებისა, სამყაროს დროინდელია. ჩვენ გვაქვს ეკლესია 64-ში, ეს ეკლესია გრძელდება აი ამ ეპოქაში, მამამთავართა, უпроსტად აი ნოეს ეპოქაში, ეს ეკლესია გრძელდება მერე მამამთავართა ეპოქაში, აბრაამის, ისააკის, იაკობის ეპოქაში, ეს ეკლესია გრძელდება შემდგომ ძველი აღთქმის ეკლესიის, ანუ ისრაელის ეპოქაში, ეს ეკლესია გრძელდება ახალი აღთქმის ეკლესიის ეპოქაში და შემდგომ ახალი სახელი ეწოდება თუმცა კიდე. მე ვფიქრობ, რომ ამ გადაცემის დასასრულს ძალიან კარგ
რეზიუმემდე მივედით, ეხლა ძალიან ლამაზია ეს და მნიშვნელოვანი არის. ბმა ამისი და თქმა ყველაზე ჩვენთვის ყველაზე უფრო საინტერესო თემის, რომ საიდან იწყება ეკლესია. და აი როგორც ბრძანებთ, ეკლესია არ დაწყებულა, არამედ არის სამყაროს ხლოვანების არის ეს. სამყაროს ხლოვანების, რადგანაც ღვთისმსახურებაც არის სამყაროს ხლოვანების, მას შემდეგ რაც ღმერთმა ადამი შექმნა, მას მერე ღვთისმსახურება იგულისხმება მის ცხოვრებაში, მის შემდგომ თაობებში და ხდება შემდგომ ახალი თუ დავაკვირდებით ახლა ჩვენ ანგელოზთა იერარქიის შექმნის შესახებ, ვასეთ უწყება წმინდა წელში შემოგვეთებით იმაში პროცესში არა გვაქვს, მაგრამ ხედვა არის ორი, ერთი რომ ანგელოზთა დასი შეიქმნა ქმნილის სამყარომდე და მეორე, როდესაც აი ნათლები იქნება მაშინ. მე ამას ვემხრობი, რომ ის ხილულ სამყარომდე შეიქმნა, სხვაგვარად ვთქვათ, ზეცათა იერარქია დრო დაეძრა თუ არა დაარსდა. დროში იქნება სამყარო და მომენტალურად ქმნილებასთან ურთიერთობა, ღმერთისა და ქმნილების ურთიერთობა ხდება მომენტალურად ეკლესიაში. ეკლესიაშია ეს. ეკლესიის გარეშე სამყარო არ არსებობს და ვერ იარსებებს. დაცემული ძალის ტრაგედია ამ ეკლესიიდან გასვლის ტრაგედიაა სინამდვილეში. ამ სისავსიდან გასვლის ტრაგედიაა სინამდვილეში. ბოროტები თავისი შინაარსით არის, რომ ამ ერთობაში კი არ უნდა იყოს ღმერთთან ურთიერთობაში, არ ამ ერთობის მიღმა უნდა კონდეს ურთიერთობა. ერთადერთი ნამდვილი ურთიერთობა ამ ერთობაში შეიძლება ღვთისგან დაფუძნებულ ერთობაში და არა გამოგონებულ ერთობაში, რაც დაცემულმა. აი ეს შესთავაზებან ადამიანს. რაღაცა გამოგონილი ურთიერთობა. გახსოვთ რა უთხრა? თქვენც ღმერთები ვით. გამოგონილი ღმერთობა, გამოგონილი. და არ გვიერთო ის სიტყვა და იქნები ღმერთი. ყველაფერი გამოგონ. ის კი არა ღმერთმა რომ ხარა, მე რასაც დავადგინე, მე რა. ეს არის კაინის ცივილიზაცია. კაინის ცივილიზაცია კიდევ ვამბობ. უღმერთო კი არ არის ამ სიტყვის პირდაპირ გაგებით, რომ ათეისტური გაგებით, არა. თავისი ღმერთი ყავს, მაგრამ გამოგონილი ღმერთი, ის კი არ არის ვინც ელაპარაკება, ის კი არ არის ვინც უთხრა კაინს სად არის შენი ძმააბელი, ის კი არ არის ვინც მამამის მიმართ ადამს ადახარ, არა, ღმერთია რომელიც თავის წარმოდგენებით არის. როგორი მნიშვნელოვანი პარალელები არის ჩვენ დღევანდელ რეალობასთან? ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ბიბლია გვესაუბრება არა მარტო იმაზე, ოდესღაც რაღაცა მოხდა, ეს ყოველ დღე ხდება. ეხლა ჩვენ რასაც ვლაპარაკობთ, ეს არის ყველა ის ამაო ნუგეშები, რომელიც ხელიდან გვეცლება საბოლოო ჯამს, თუკი თავარ ნუგეშს და თავარ იმედს არ ვეძებთ. მაცხოვარი გვეუბნება სანჭეშმარიტ და ჭეშმარიტებამ განათავისუფლოთ. და ჩვენ თავისუფლებისათვის მივმართავთ ხარ ეკონომიურ პროგრამებს, ხარ პოლიტიკურ პროგრამებს, ხარ ფინანსურ პროგრამებს. რომელია ცუდი არც ერთი არა, ყველა კარგია. მაგრამ თავის ადგილზე როცა არ არის, მაგრამ როდესაც რაღაცა პოლიტიკური პროგრამა არის, ხდება ჩემი მხსნელი, როდესაც ეკონომიური პროგრამა ხდება ჩემი მხსნელი. აი იქ უკვე პრობლემებია, მაგრამ როდესაც ჭეშმარიტების ცდობა ხდება ჩემი მხსნელი, მაშინ ეს პროგრამაც მუშაობს, ეს პროგრამაც მუშაობს. მოდი რომ შევაჯამოთ დღევანდელი გადაცემა. ასე დღეს ჩვენ ვთქვით ასეთი რამე, რომ კაინის ცივილიზაცია გვაძლევს სხვადასხვა სფეროებში წარმატებას, მეცნიერებაში, თუ ტექნიკაში, თუ კულტურაში, ჩანასახები ყოველ შემთხვევაში ჩანს, რომელიც რა თქმა უნდა თავისთავად არ არის უარსაყოფი. ჩვენ ვამბობთ, რომ სეითის ცივილიზაციაში ეს ყველაფერი არის, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ სეითის ცივილიზაციაში ღმერთს უკავია თავისი ადგილი, საწყისი ადამიანის ცნობიერების ღმერთიდან იწყება, მაშინ როდესაც კაინის ცივილიზაციაში მთელი ნუგეში დამყარებული არის ამ მიღწევებზე და ღმერთი სადღაცას იკარგება ცნობიერების მიღმა. ეს იყო გზაჯვარედინი, რომელზეც არჩევანი გააკეთეს სეითმა და კაინმა და მას მოჰყვა შესაბამისი გაგრძელება. და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაც ვთქვით, ეს არის, რომ ეკლესია არის ადამიანის ხნისა და მაცხოვრის მოსვლით ახალი აღთქმის ეკლესია იწყება და ეკლესიაში დიდი ფართე აზრით ჩვენ გულისხმობთ იმ ღვთისმსახურებას, რომელიც ეძებს დაკარგულ სამოთხეს და არა იმგვარ მსახურებას, რომელიც იმიტაციას ქმნის და დაკარგულს კი არ ეძებს, არამედ მის ნაცვლად რაღაცას თხზავს. დიდი მადლობა ამ საინტერესო საუბრისთვის, ბატონ გიორგი. ჩვენ შემდეგ გადაცემაში ალბათ უკვე ნოეს პერიოდს განვიხილავთ
ძირფასო ტელემაყურებლებო დაგემშვიდობებით დღევანდელ გადაცემაში გეპატიჟებით მომდევნო გადაცემაში ჩვენ განვიხილავთ ნოეს ცხოვრების დეტალებს, ნოეს ეპოქას და შევეცდებით იქაც გამოვყოთ გზაჯვარედინები თუ რამ განაპირობა, რა არჩევანმა განაპირობა ნოეს ცხოვრებაში ის ნაბიჯები, რომელიც შემდგომში უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა კაცობრიობის ისტორიაში. გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით, კარგად გრძანდებოდეთ.